ფიფქები ბრწყინავდნენ, ბავშვები იცინოდნენ, ზარების რეკვის ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. უეცრად ფარნები ჩაქრა, ზარები დადუმდა და სიცილი ჰაერში გაიყინა. ლილიმ პატარა, მოკუზულ არსებას მოჰკრა თვალი, რომელსაც ზურგზე მოელვარე ტომარა მოეგდო. ახალ წელს მარტო შენთვის ვერ დაიტოვებ. მამა ცურად უთხრა გოგომ. სანტა. ბუზღუნამ ახალი წლის სინათლე მოიპარა. სანტა მამოიოხრა. სწორედ ამის მეშინოდა. ბუზღუნა ბოროტი არაა, უბრალოდ მარტოსულია. რატომ არ მოსწონს ბუზღუნას მხიარულება? იმიტომ რომ მისი ნაწილი არასოდეს ყოფილა. მაშინ უნდა ვაჩვენოთ, როგორია ეს გრძნობა. ნამდვილი გმირივით ლაპარაკობ. ღრმა, თოვლიან გამოქვაბულში ბუზღუნა აღტაცებული ბზრიალებდა. ჩემია, ახლა აღარავინ იმღერებს, აღარავინ გაიღიმებს. მინდა რომ მხოლოდ მე მქონდეს. მხოლოდ შენ იმიტომ გინდა რომ სხვებთან არასდროს გაგიზიარებია. ახალი წლის ჯადოსნობა იზრდება მაშინ, როცა სხვებს უზიარებ. ეს ყველა ბავშვის გულს ეკუთვნის. სანტამ ჩაიხითხითა. ეს არის სიხარული. შეგიძლია შენთვისაც დაიტოვო, როცა სხვას უზიარებ. მომწონს. შენს გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ეს ერთად შევძელით. ბუზღუნაც კი დაგვეხმარა. გილოცავთ ახალ წელს! სინათლე დაბრუნდა! ეს ვინ არის? მეგობარი, ის დამეხმარა ახალი წლის გადარჩენაში. დღეს შენ დიადი თვისება გამოავლინე, სიმამაცე და სიკეთე. ეს ყველაფერი ჭეშმარიტ გმირად გაქცევს, ჰაროი. ლილი, შენი დამსახურებით. ახალ წელს საფრთხე აღარ ემუქრება. დედიკო, ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელია. გმირები ისინი არიან, ვისაც სხვებისთვის სინათლე მოაქვთ.